ეს რა თქმა უნდა უკანონოა, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, გარემოს დაცვის სამინისტროს. იყო შესაბამისი რეაგირებებიც, რა თქმა უნდა, ალბათ ვერ ნახავთ ისეთ მაღაზიას, რომ დაჯარიმებული არ იყოს, ვინც ამაზე მუშაობდა. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოცემულ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოს ჩატარება არ შეიძლებოდა. ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორის განცხადებით, მათ ერთი თვის წინაც დააჯარიმეს ზესტაფონის ძველი ბაზრის ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრე, რომელიც მადნის ნარჩენებს უკანონოდ მოიპოვებდა. თითქმის ყოველ თვეში ჩვენ ვახდენდით პერიოდულ ინსპექტირებას ტერიტორიაზე და ვავლენდით სამართალდარღვევებს, რომლებიც უკანონოდ სარგებლობდნენ წიაღისეულით. ჩვენ პერიოდულად მათ ვაფრთხილებდით, რომ ეს შენობები, რომლებიც ქვემოთაც ხდებოდა სარგებლობა მათ მიერ წიაღით უკანონო სარგებლობა იყო საკმაოდ ამორტიზირებული და შეიცავდა გარკვეულ საფრთხეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებას სიცოცხლისთვის საშიში ქმედების აღსაკვეთად უფრო მკაცრი ზომები უნდა მიეღო. ახალგაზრდა მამაკაცი უკანონო სამუშაოს განახლების 1 წლის თავზე პირველი მსხვერპლი გახდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია დომინუსის დირექტორი გიორგი გურული დააკავა. გურულს ზესტაფონში სტადიონის მშენებლობის პროცესში თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. კომპანიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ საქმე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტის ილია კოკაიას საჩივრის საფუძველზე აღეძრა. ერთი შეხედვით ბიზნესმენებს შორის კერძო დავაში დღეს თბილისის ყოფილი მერის სახელმაც გაიჟღერა. რა კავშირი იკვეთება გურულის დაკავებასა და გიგი უგულავას საქმეს შორის, ამას ახლა ქეთი ლაცაბიძე გვეტყვის, ქეთი სახელმწიფოებისა რა კავშირი აქვს ამ ორ საქმეს ერთმანეთთან? გიგი უგულავას ადვოკატს გარკვეულ ეჭვებს ის ფაქტი უძრავს, რომ დაკავებამდე გიორგი გურული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რამდენჯერმე დაიბარეს და დაკითხეს. ბექა ბასილაიას განცხადებით, გამოძიება გიორგი გურულს აიძულებდა, რომ უარი ეთქვა იმ ჩვენებაზე და გამოეტანა სასამართლოდან ის საქმე, რომელიც მას აქვს გიორგი კაპანაძის მეტსახელად რიჟას წინააღმდეგ. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ გიორგი კაპანაძე არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიგი უგულავას საქმეში, მას კი გიორგი გურული ედავება და ადანაშაულებს 2005 წელს ზესტაფონში ერთ-ერთი კომპანიის იძულებით დათმობაში. ამ ფაქტს ისევე როგორც რაიმე სახის ზეწოლას გიორგი გურულზე აბსურდულს უწოდებს თავად გიორგი კაპანაძე, რომელმაც დღეს ილია კოკაიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. გიორგი კაპანაძე დღეს გარკვეულ ეჭვებზე საუბრობს. ფინანსურ პოლიციაში დაბარებული და ფაქტია, რომ იქ დაბარების შემდგომ აკეთებს განცხადებებს, რომ თხოვდნენ რიჟას წინააღმდეგ არსებული სარჩელების გამოტანას. და ასევე ფაქტია, რომ რიჟა არის ნასამართლები, ფაქტია, რომ რიჟა დარბოდა კამერა აკიდებული, ფაქტია, რომ რიჟა იძლეოდა ფაბრიკაციულ ცრუ ჩვენებებს გიორგი უგულავას წინააღმდეგ. ანუ ერთ მხარეს არის მთავარი მოწმეობა გიორგი უგულავას წინააღმდეგ და მეორე მხარეს არის რიჟას ფინანსური ინტერესები. გიგი უგულავასთან სანამ გიგი უგულავას დააკავებდნენ, მანამდე გელა გულუხმა დიდი ხნით წინ შეტანილი სარჩელი სასამართლოში. მაგრამ საეჭვოდ, როდესაც გიგი უგულავა იქნა ესე იგი მხილებული და დაკავებული, ეს პროცესი დაჩქარდა სასამართლოში და მე მგონი ნაციონალებმა აქეთ გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ გელა გურული და გამოიტანეს კანონდარღვევითი გადაწყვეტილება სასამართლოში ჩემ წინააღმდეგ. რაოდენობით პრესკონფერენციაზე ილია კოკაიამ, რომელიც არის ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ გიორგი გურულის დაკავება მოხდა მისი საჩივრის საფუძველზე, რადგან გიორგი გურულის კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულება და მიითვისა 240,000 ლარი. საფეხბურთო კლუბის მიერ იქნა გადახდილი თანხები მათთვის და ეს თანხები მიიწვისეს 240,000 ლარის ოდენობით. რომელ კეზერაშვილზეა ლაპარაკი, როგორ შემეძლო კეზერაშვილის დახმარებით ვინმისგან მიეღო რამე სარგებელი. არანაირი სახის საფუძველი მტკიცებულება იმისა, რომ მითვისების ფაქტს ჰქონდა ადგილი, არ არის ასეთი რამე. დაცვას გააჩნია სრული დოკუმენტაცია, რომელსაც შეძლებს პირის უდანაშაულობის დამტკიცებას და ჩვენ ფაქტიურად ახლა ამ ეტაპზე ბრძოლის პროცესში, სამართლებრივი ბრძოლის პროცესში ვიმყოფებით. როგორც გიორგი გურულის ადვოკატი აცხადებს, ისინი ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა როგორც მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით საქმის მასალები მათ არ გადასცემიათ. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ გიორგი გურულის დაკავება გუშინ გვიან ღამით მოხდა. დიდი მადლობა ქეთი, ეს ქეთი ლაცაბიძე იყო რეკლამის შემდეგ მთავარ თემას და ამ თემაზე ჩვენ სტუმართან ერთად დავბრუნდებით. მე ქახანგოშვილი იქნება ჩვენი სტუმარი. განსაკუთრებული შესაძლებლობების ბავშვების 46% საქართველოში განათლებას ვერ იღებს. შეფასება მათი საგანმანათლებლო საჭიროების
ხდება დაგვიანებით. რა შედეგის მომტანი იქნება ამ პრობლემის მოუგვარებლობა სახელმწიფოსთვის. გვეწვიეთ GeoSell-ის მაღაზიებში ან შეავსეთ ონლაინ განმარტების ფორმა ჩვენს ვებგვერდზე და შეიძინეთ Android-ის smartphone-ები თვეში მხოლოდ 19 ლარიდან. ყოველთვე კი მიიღეთ ინტერნეტ პაკეტები საჩუქრად. საუკეთესო ფასები მხოლოდ GeoSell-ში. ისარგებლე ულიმიტო სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ულიმიტო SMS-ები და გამოიყენე ინტერნეტი ულიმიტოდ. აკრიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ულიმიტო Beeline Mix-ი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. უპრეცედენტო განმადების აქცია Galaxy-ის ყველა ფილიალში. მხოლოდ ჩვენთან. შეიძინე სასურველი ტექნიკა 12 თვიანი უპროცენტო განმადებით და Galaxy გადაგიხდით 1 თვის საფასურს. იჩქარეთ. პროსტატის პრობლემებისა და სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა. მისამართი: ფალიაშვილის 15. მოიგე ჯეკპოტი 500,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა მთელი რიგი პროექტები. აშენდა 5 და მიმდინარეობს რამოდენიმე სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საჩუქრად გადმოსცა 25 კვადროციკლი და დაცული რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობა. განახლებულია და მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის კუთვნილებაში მყოფი შვეულმფრენები. დიდი ყურადღება დაეთმო კონტრტერორისტული ცენტრისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული დანაყოფების კვალიფიკაციის ამაღლებას. აშენდა ახალი თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პოლიციის შენობა საჩხერესა და გუდაუთში. მუდამ ქვეყნის სამსახურში შინაგან საქმეთა სამინისტრო. ექსკლუზიური აქცია ვისოლ ჯგუფისგან. შეიძინეთ 20 ლარის ნებისმიერი ტიპის საწვავი ვისოლში. მათ შორის ყველა დროის ყველაზე მაღალი ხარისხის ეკოპროდუქტები და მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება სმარტში. 20,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე. ამასთან გაატარეთ იუნიკარდი ვისოლსა და სმარტში. აქცია გრძელდება 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით. ხარისხი დეტალებში. Den Moment. Heute ein König. König Pilsner. სადილი დასრულდა და ჩვენ შორისაც ყველაფერი დამთავრდა. მოიცა, ჩვენ მიტოვებას აპირებ. ნუ ართულებ. არ წავალ. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. სუფთა და ჯამრთელი კბილებისთვის. ჭამედალია და ღეჭე ორბიტი. საქართველოს პოსტა. გახადე ურთიერთობა, ხელშესახები. რისგან შედგება იდეალური საცხოვრებელი გარემო? სახლისგან, რომელიც ჰარმონიაშია თქვენ სურვილებთან და გარე სამყაროსთან. ხედისგან, რომელიც აღტაცებას იწვევს თქვენში და კომფორტისგან, რომელიც იბადება ბუნებრივი და მაღალ ტექნოლოგიური დეტალებისგან. დეველოპერული კომპანია Vertex-ი წარმოგიდგენთ ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსს თაწმინდაზე. თაწმინდა Royal Apartment. უკეთესი სახლი, მეტი სრულყოფილება თქვენ ცხოვრებაში. თქვენი სახელი მითხარით? გაბრიელი. ავტომობილი მე ვარ გაბრიელი მეცხარიშვილი, კასპის რაიონიდან ტექნობუმის მაღაზიაში შევიძინე საერცხო მანქანა და მოვიგე მერსედესი. დიდი მადლობა ტექნობუმს, დიდი მადლობა ყველას მოიგოს ესეთი გრანდიოზული მანქანა. შენც მოიგე ტექნობუმში.
ეს არის ქრონიკა 8-ზე. ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილია ჩვენი სტუმარი საღამოშტომისა ქალბატონ მეკა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქისტი ჯიჰადისტი აბუ ომარ ალ-შიშანი. დაბადებული პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში. დედით მუსლიმი და მამით ქრისტიანი. სულ ახლო წარსულში თარხან ბათირაშვილი საქართველოს არმიის მზვერავი, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ტერორისტი. ქალბატონ მეკა, პანკისის მოვლენების შემდეგ იფიქრებდით, რომ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგებოდა ეს თემა და პანკისის ხეობიდან გამოსული ახალგაზრდა ასეთი რეზონანსის მატარებელი იქნებოდა? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებელს. თავისთავად ძალიან რთულია, როდესაც მუდმივად ხდება ამ პანკისის თემის წინ წამოწევა, მით უმეტეს ამ კუთხით ეს არის ძალიან რთული და ძალიან ძნელად გადასატანი. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის არის ხოლმე იმის შიში, რომ რახან პანკის ხეობა მუდამ ასოცირდება, ასე ვთქვათ, ქრისტური მოსახლეობა ცხოვრობს იქ და სადაც ქრისტური მოსახლეობა ცხოვრობს, არის საქართველოს ერთ-ერთი ნაწილი და მუდამ არის რუსეთის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი თვალის მოთვალყურეობის ქვეშ და ამდენად იმის შიში და განცდა ყოველთვის გვაქვს, რომ აი ან დღეს რაღაცას დაგვაბრალებენ, ან ხვალ, ამიტომ ამის გამოცდილება წლების მანძილზე ძალიან დიდია. თუმცა როგორც თქვენ თვით აი ამ მასშტაბის ნამდვილად ვერც მე ვერ წარმომედგინა, მით უმეტეს იმ ახალგაზრდის ნამდვილად როგორც მე პირადად არ ვიცნობდი მას, მაგრამ მე ჯერჯერობით არ მინახავს ადამიანი, არც ქისტი, არც ქართველი, ვის მას იცნობდა და მასთან მეგობრობდა, რომ მასე აუგიეთ თქვაც პირიქით. მე გვარს დასახელს არ დავასახელებ, მაგრამ მისმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, ვინც მასთან ერთად ცხინვალში იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, ესეთი რაღაცაც კი მითხრა, რომ აი ესეთი დადებითი და ასეთი ვაჟკაცური პიროვნება იშვიათი იყო, თუნდაც